Გაცემა მაინც მინდა დავიწყო ინფორმაციით, რომელიც უკავშირდება ორი ახალგაზრდა ქალზე განხორციელებულ თავდასხმას. Ამ ინფორმაციას თავისთავადაც ექნებოდა დატვირთვა და მნიშვნელობა, როგორც თავდასხმა ახალგაზრდა გოგოებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე იმაშია, რომ ეს ორი ახალგაზრდა გოგონა, მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ ქრისტი პირველი და მეორე გოგონას სახელი ბარბია, კრაპკოფის ფლობელები და ასე თქვა თანამშრომლები არიან, რომლებიც აქციების განმავლობაში და აგერ ახლა უკვე 98 დღეა მოწყვეტი აქციის მონაწილეებს უფასოდ უმასპინძლდებიან ყავით. მათ თავს დაესხნენ უბანში და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა ახლა გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა ისინი საავადმყოფოში არიან შესაბამისი შემოწმებისთვის, თუ არ ვშტები ერთად, ქრისტის შეგვიძლია გავესაუბროთ და თავად უკეთ გვეტყვის რა მოხდა, სად მოხდა, ვინ იყვნენ თავდასხმელები, თავად როგორ გრძნობენ თავს. ქრისტი, თუ გესმის ჩემი გვიანბე. ველოდებით ეხა კვლევების პასუხებს სავარაუდოდ ქვედაყბის მოტეხილობა მაქვს მე და ბარბის აქვს ცხვირის მოტეხილობა. არ გვიშვებენ პოლიციას გარეთ გველოდება და ყველაზე სასაცილო ის არის, რომ მეც საკმაოდ კარგად ვჩვენე და გვეუბნებიან, რომ არ ვიჩივლოთ, იმიტომ რომ ორმხრივი ძალადობა იყო, მაგრამ კადრებში ჩანს, რომ პირველი ის მიყავდა. თქვენ ახსენეთ, რომ კადრებში ჩანს, ვინმე იღებდა ამას თუ იქ უბრალოდ ვიდეო დაკვირვების კამერები არის, იმედი გაქვთ რომ გამოჩნდება. ბოდიში ვერ გესაუბრებით, კიდევ მეძახიან, ეხლა ექიმი მეძახის ისევ და მათ იშენებენ ძალიან დიდი ბოდიში. გვაინტერესებს, სად მოხდა ეს ამბავი და რატომ მიგაჩნია, რომ შეიძლება იყოს კავშირში თქვენს აქტივიზმთან, თქვენს დახმარებასთან აქციის მონაწილეებისათვის. მაყურებელს შევახსენებთ, რომ თქვენ მთელი ამ აქციების განმავლობაში უფასოდ ემსახურებით ხალხს და ცხელ ყავას აწვდით. ისმენთ? არ ვიცით, რავი, საერთოდ არაფრის გამო მოხდა ეს კლუბი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოაყენა ბარბის, ამაზე მე მეთქი ვისაყენებთ შეურაცხყოფას. სად იყავით ამ დროს რომ დავაზუსტოთ ფიზიკურად? მაღაზიიდან რომელ უბანში? დიღმის მასივში. დიღმის მასივში. გამოხოდით მაღაზიიდან უცნობი მამაკაცები მოვიდნენ და მოგაყენეს შეურაცხყოფა. ერთი მამაკაცი იყო და იქნებოდა 20 წლის დაახლოებით. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეორე ფლობელს, კრაბის მეორე ფლობელს და ამაზე მე რა თქმა უნდა მეთქი ვისაყენებ შეურაცხყოფას. წავედი მისკენ და ეგრევე არის რომ წიხს მიყავს მოცელში. მანამდე თქვენ შორის რამე სიტყვიერი კომუნიკაცია იყო, რამეზე კონფლიქტი არაფერი საერთოდ. არანაირი. საერთოდ არანაირი არც ვიცით ვინ არის. და მე ბარბი მოივინა და კადრებშიც ჩანს მე მაღაზიის კადრებში კამერებში რომ ბარბის ჩაატყავს სურში და მე მოკლედ კადრებში ისი არის რომ კარგად თემე არის ნერვიულად და პოლიცია გვეუბნება რომ ორმხრივია. დიახმადობა. მაგრამ ფაქტია რომ თავდასხმა განხორციელდა თქვენზე და თქვენ იცავდით შემდეგ უკვე თავს ფიზიკურად. კი, კადრებში ჩანს რომ თვითონ მიყავს პირველი და მე რა თქმა უნდა მე საპასუხოდ ვუყავდა კარგად ვუყრი და პოლიცია გვეუბნება რომ თუ კი ვიშიფრებთ იქნება ორმხრივი ძალადობა. იმედია თქვენ ადვოკატი გეყოლებათ უკვე ალბათ და მხოლოდ მისი მეშვეობით მოახდეთ მათ შორის პოლიციასთან კომუნიკაციასაც. კი, გარეთ გველოდება ეხა პოლიცია ახლა. ქრისტი, ეს ინციდენტი როგორ ამოიწურა, ის ახალგაზრდა კაცი გაიქცა, ვინმემ გაგაშველა, დაგეხმარათ ვინმე თუ როგორ? გავეკიდე და უბნის ბიჭები, დირჟავიკები იყვნენ იქ და იმათმაც დაახლოებით 5 ბიჭი მაკავე, დავიჭირე ის ბიჭი მე ისევ. და გააქციეს ეს ერთად და ეს ბიჭი. და მე აღარ დამინახავს რაღაც კორპუსებს შორის გაიქცა და მე თქვენ რო ახსენეთ ახლა უბნის ბიჭები, იმ უბნის ბიჭებს როგორ რეაქცია ჰქონდათ? იცნობდნენ თქვენზე თავდასხმას ამოიცნეს? ხოდოა გაუშვით, მე ხო დავეწიე და ეს დავიჭირე და გაგვაშალეს და მე დამაკავეს. ჩვენი უბნის ბიჭი, აქ ცხოვრობ და ამ უბანში ცხოვრობ და ჩვენივე უბნის ბიჭები იყო, რომელსაც ოღონდ არ ვიცნობ და ქრისტი, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გითხარით. ეხლა პირველი ჩართვის დროს კი გითხარით, რომ ყბა წინასწარი მონაცემით ყბა, მაგრამ რენტგენმა რა აჩვენა, მოტეხილობა არის?
ველოდებით ეხლა რაღაც პანორამა გადამიღეს და პასუხს ველოდებით ფარბის მოტეხილობა აქვს ცხვირის და მე სავარაუდოდ აი ქვედაყვის კბილები მაქვს, ანუ თან მორყეული მაქვს ქვედა ლაბე კბილები რა. ინაკბილები მაქვს მორყეული და სავარაუდოდ არ მოტეხილობა ან რაღაც ეგეთიო. არ ვიცი ზუსტად ჯერ არაფერი. კრისტი, რაც შეეხება თქვენს კაფეს და თქვენს ასე ვთქვათ, საქმიანობას მთელი ამ დღეების განმავლობაში ორი სიტყვით უთხარით საზოგადოებას, რით იყავით დაკავებული აქციებზე, რა ფორმით იღებდით მონაწილეობას? ჩვენ აი უწყვეტი აქციები რაც დაიწყო პირველივე დღიდან აქციის მონაწილეებს ვეხმარებით აქამდე იყო რომ საკვებითაც ვეხმარებოდით და ეხლა მხოლოდ ყავა-ჩაი იქამდე აი როცა დარბევები იყო ტანსაცმელები გქონდა და ვუწყვდით აქციის მონაწილეებს ტანსაცმელებს სულები როცა ჩამოდიოდნენ ჩვენთან და პირველადი დახმარება ანუ რა ვიცი ყველაფერი რაც კი შეიძლება იციან აქციის მონაწილეებმა ყველა გარეთ არის ეხლა ანუ ისეთი დახარებული და ბედნიერი ვარ არ ვიცი იმდენი ადამიანია ეხლა გარეთ ცოტა მერიდება კიდეც ყველა ვისაც კი ერთხელ მაინც დავხმარები ვარ ყველა მოსულია ყველა გარეთ არის საავადმყოფოს სავსეა მადლობა მოკითხვა მათ რა თქმა უნდა ისინი ამას გაიგებენ კიდეც და გულშემატკივრობენ ყველანი გულშემატკივრობ და იმედი გვაქვს რომ დაზიანებები არ იქნება მძიმე და ამავე დროს თავდამსხმელი იქნება დროულად იდენტიფიცირებული და დასჯელი ამის დიდი იმედი არ გვაქვს მაგრამ ყოველ შემთხვევაში სურვილი და მოწოდება აქედან ვალდებული ვართ რომ გავაჟღეროთ უღრმესი მადლობა კარგად იყავით მადლობა